ჩვენ ახლა ვიმყოფებით მახათას მთაზე, სადაც ველოდებით გიორგი ხუციშვილს, მოტო ინსტრუქტორს, რომელიც ჩამიტარებს პირველ გაკვეთილს პატარა ინსტრუქტაჟს თუ როგორ უნდა დავიწყოთ მოტოს მართვა. მე მოვედი ჩემი ჩაფხუტით. მაგარი ჩაფხუტი არ დაეცექვია ამ ჩაფხუტს რა ვიცოდეთ მეგობრებო. ხო, ანუ ვურთხილდები რომ არ დავარდეს, რომ არ გატყდეს ყოველი შემთხვევაში. ხელიდან არ გაგივარდეს. კი ბატონო. მინდა დაწყება. კი ბატონო, მოტოციკლზე გადმოждობა გინდა, იმიტომ რომ საცობია მოიმატა ეს. შეიძლება ითქვას. ანუ ცდა მაინც მინდა. კი ბატონო. ხო, რა შეიძლება. მოგეთ მე გეტყვი 2014 წლის 15 დეკემბრამდე თუ გაქვს აღებული B კატეგორია, თეორიის ჩაბარება არ გიწევს. მიდიხარ რიგის და ყოველგვარი რაღაცების გარეშე, მხოლოდ ფსიხოს აიღებ და პრაქტიკაზე გადიხარ ეგრევე. ანუ ეგრევე მოტოციკლს გახვედრები და ჩდები. დღესვე გასწავლი მოტოციკლს ისეთ არებას, რომ საგამოცდო მანერებს ჩაბარებ და მინდა ხალხს უთხრა, რომ მარტო გამოცდის ჩაბარებით არ ნიშნავს ის, რომ მოტოციკლის მართვა იცით რა. ძალიან სახიფათოა და ავარიების უმრავლესობა იმიტომ ხდება, რომ მარტო გამოცდას აბარებენ და აი შენ თვითონ რო გაგატარებ, მე შენი აზრი დააფიქსირე, რომ აი ამ გამოცდილებით ხალხი უნდა გადიოდეს თუ არა ქალაქში, ოკეი? კი ბატონო. კი ბატონო. მარცხენა მხრიდან ვჯდებით ყოველთვის მოტოციკლის საიდკენას არის დახრილი ნოშკით. თავდაცვის მიზნით ყოველთვის საჭიროა რომ ჩაფხუტი იყოს ყოველთვის შეკრული, ოკეი? ეს ყოველთვის გაითვალისწინებთ. ესე იგი, როლს გავასწორეთ. პირველი, როგორც მანქანაზე რომ კარებუნა მიხურა და მე დაქოქო, ეგრე არის მოტოციკლზე ფეხის ნოშკა, იგივე. ანუ ამას ეს ხო? კი. კი ბატონო. ახლა ნახე რას უნდა დავაკვირდეთ. ეს არის მარცხენა ცეპლენია, კონუსი იგივე. კონუსის მოჭერის გარეშე არ ვთავთ სიჩქარეებში. არც ვჩერდებით. როგორც მექანიკაზეა რა ცეპლენი რომ მიახმარო არ ჩაქრეს და რაღაც. გადავთავთ ისე ჩაქრება. არ ჩაქრება, მაგრამ კარუკას გააფუჭებ თუ ქვის ჩიპტერია რო გვაქვს. აჰა, ოკეი. ეს არის ავარიო კლაჩი რა. ყოველთვის დაიმახსოვრე რომ ქვედა ნაწილზე ღია ისარზე უნდა იყოს რომ დაიქოქოს. ოკეი? მარჯვენა მხარეს გვაქვს წინა ტონუზი, რომელზეც ნახე 1 ან 2 თითი უნდა მოკიდო, იმიტომ რომ მთლიანად რო ხელი მოკიდე, რეფლექსურად მოგეჭირება და შეიძლება რული დაგიკეცოს და დაგაგდოს. ხოლო შენგან მარჯვენა მხარეს გვაქვს ფეხის უკანა ტონუზი, პედალი, 70% წინა ტონუზით ვიწყებთ, 30% უკანა, ანუ უკანა უნდა იყოს მაშველი ტონუზი. ვაღებთ ზამოქს იგივე გასაგებს ვატრიალებთ. ეს მოტოციკლეთი იმიტომ ვიყიდე, რომ არ აჩვენებს სიჩქარეებს. ანუ შენმა გონება უნდა დაიმახსოვროს, როგორც მანქანაზე ყურებას ხوار და უწევ. შენ რო სპიდომეტრზე ყურება დაიწყო, ქვემოთ იყურო რა. ბალანს დაკარგავ და წინ მიმავალს ან რაღაცას დაიჯახები რა. სხვაგან წავ, აი ველოსიპედზე ხო გაგიხედია გვერდზე, გაიხედავ და უზეთ ხეზე ხარ რა. ეგრე არის აქაც. მოტოციკლეთის პირველი თავარი მნიშვნელოვანი რამ. თუ გინდა რომ მოტოციკლეთი გამოყვეს, იქ იყურები, სადაც გინდა რომ წახვიდე. ხო ხტები რასაც გეუბნები. აი ველოსიპედითაც ხო იყურე, აი მოსახვეში ახლა ხო შედიხარ, წინ ხო არ იყურებ, იმ კუთხეს უყურებ და მოყვება. აქაც იგივე პრინციპია, საიდკენას გაიხედები, აი პირდაპირ უყურებ, პირდაპირ წავალ. მოხვევა რომ გვინდა, ნახე, რულს უხვევ და განა აქ ვიყურები, 60-70 გრადუსით ვიყურები იმ კუთხეში, სადაც მინდა რომ მოტოციკლეთი გამოყვეს. თუ სწორად გაიხედები, მოტოციკლეთი სწორად გამოყვება. მოკლედ, მარტო გახედვა არ უშველის, ხო? გახედვა და რულის ის, ანუ რომ გაიხედებ ისე ხო, მარტო რომ გაიხედო ყვითელ მასტიკაში ხარ თუ ლუჯი ახლა. მოკლედ, ნახე, პირველი რასაც ვაკეთებთ, მარცხენა მხარეს სიჩქარეები გვაქვს. ნახე ფეხზე, ფეხის წვერით. შემოხედე, ხო? ცეპლენს რომ მოვჭერ ზემოდან ჩაარტყავ პირველია. ხო. ქვემოდან რამდენჯერ სამოარტყავ ძლიერად? მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე. ოკეი? მაგრამ თუ გინდა რომ ნეიტრალში ჩააგდო და რაც თავარია გამოცდაზე ნეიტრალში უნდა დაქოქო, პირველსა და მეორეს შორის არის ნეიტრალი. ანუ ეხლა რას ვაკეთებთ? თუ უხეშად არ ამოარტყავ, ეხლა ცეპლენს მოვჭირე და ქვემოდან ზემოთ ნელა ამოარტყი. და ნახე ნეიტრალია ან თუ. ეს არის ნეიტრალი. ნეიტრალში დაქოქავ და მე ცეპლენს მოვჭირე და ისევ ზემოდან ჩაარტყავ პირველში. ესე პირველია. ხო, რო დაქოქავ, მე ჩაარტყავ ძლიერად და ეხლა ეგრე არ ჩავარდება, კარუკას გააფუჭებ. ნახე, იმისთვის რომ რახან არ აწერია მიხვდე რომ ეს სიჩქარეში, აი სიტყვაზე, აი პირველში რო ჩააგდებ და კიდე ჩაარტყავ, გამაგრდება ქვემოთ აღარ მიდის. და შენი გონება იმახსოვრებს რომ აი ნახე ამის ქვემოთ სიჩქარე აღარ მაქვს, ესე იგი პირველშია. და ხანდახან ქვემოდან რო ხშირად ამოარტყავ და უკვე ამის ზემოთ აღარ ადის, ანუ მაქსიმალური მე-5 ან მე-6 სიჩქარეა რა, ზოგს 5, ამას 5 აქვს. უმეტესწილად 6-ია ხოლმე რა, გააჩნია სტილს და კუბატურას. და რომ ამოარტყავ და აღარ მიდის, ესე იგი სულ მაღალ სიჩქარეზე ხარ და გონება უკვე გეხმარება რა, იმაში რომ აი ამ სიჩქარეში. აი მოკლედ, ნეიტრალურ მდგომარეობაში გვაქვთ. აი ამ ელვით. მიაჭირე? მიაჭირე. და გაუშვი. ეს არის გაზი, იმისთვის რომ გაზი არ გაგვექცეს. თუ გაზი გაგექცე, ცეპლენას მოუჭერ, სავარო სიტუაცია შეგიქმნება და ანუ გაზი აღარ მიეცემა, ხო? ხო, მანქანაზე როგორც არის, ხო? ხო და ნახე, ეს მაჯა ცოტა ჩატეხე.
არა, გაუშვი და ეგრე. რომ გაზი აღარ გადმოგეწევს, ხვდები? всё, ეხლა ნახე, პირველში ჩააგდე, მარცხენა ფეხით პირველში ჩააგდე. всё. ფეხის წვერი ჩაარტყი ზემოდან. ნახე, მარჯვენა ფეხი ყოველთვის გვიდგას ძირს ბალანსისთვის მარცხენა მოტოზე. და ფეხი ოდნავ წინ გაწიე, რომ გაგორების დროს ფეხი გააყოლო და მერე შემოდგა. მიხდი? ეს ხო, ოდნავ წინ ქონდეს ფეხი, მარჯვენა ფეხი ოდნავ წინ, ბალანსი დააბალანსე და მოდი ახლა წინ ვიყურებით, აქ არ უყურებთ, არაფერი არ წერია მანდ, წინ ვიყურებით ცეპლენიას ნედნელა რომ გავუშვებ. ნახე მოჭიდების ძალას გსწნობ, რა როგორც მანქანაზე. იქ უნდა გააქვაო ხელი. კარგად რო გაგორდები, მერე გავუშვა ხელი. ხო, როგორც მექანიკაზეა რა მანქანაზე. ხო, ახლა ნედნელა წინ იყურე. აი, გააქვავი ხელი, არა, ნახე. არ გაუშვა. იმ ადგილას დააფიქსირე ხელი, ნახე, აი, ხო გაუშვა, დავაფიქსირე, მივგორაო, 1 მეტრი გავიდა და მერე გავუშვა, ხო. ცეპლენი მოჭერიზე როგორც მექანიკაზეა დაქოქე. ვიცო? არ გინდა განეიტრალებ. სიჩქარე შეგიძლია რომ დაქოქო ცეპლენი მოჭერიზე. ჩააგდე პირველში. დავა, ახლა წინ იყურე, ნენელა ხელი გაუშვი. დავა. წინ იყურე, ცეპლენია და გაუშვი. წადი. ახლა იმისთვის რომ მოუხვიოთ, როგორც ველოსიპედზე გამოხედე, აქეთ გამოხედე და ნელა მოუხვია. გამოხედე? ნუ გეშინი, არ გადაყირავდება ბაიკი. გამოხედე? სულ ეს არის შენი ბაიკის მართვა. ნუ უბრალოდ ტარებას ვეძახი, ეს დიღმი მინდოზე ტარება, ხო იცი? ეგ არის რა. ანუ ტანის გადახრა რაღაცა. ხო, ტანის გადახრები, მე უკვე არის კონტრგადახვევები და იმერე გადაყოლა მოტოციკლებზე. ჯერჯერობით აქ შეიძლება იქ უბრალოდ ბალანსი რომ დაიჭრო. გაზი არ გაგაქცეს. მარჯვენას, მაჯა აკონტროლო. რა არის? მაგას უყურებ კაკრას. ხო. პირველი ხარ ხო ბაიქს? კი. როგორ შეგზნება? ძალიან მაგარი. 7-ით მიგორავს და მაგარიაო. ძალიან კარგი. ანუ გაჩერება თუ გინდა ცეპლენიასთან ერთად, ხო? გაჩერება თუ გინდა ახლა ცეპლენიას მოუჭირე. ხო. და წინატორმოს 2 თითით. დავაი, გავაჩერე, ცეპლენიას არა უშვა ხელი. და იმისთვის რომ ეგრევე ჩაქრო, შეგიძლია რომ აი კომფორტულად ეს ვერათითი მიარტყი. არა, სიჩქარეში ვტოვებ, ხო ჩვენ? შეგიძლია ჩატო, მიდი მიარტყი. და ესე ჩაქრე, ახლა გავუშვი, არც არ დაძავა. ეხლა მინდა რომ რახან ესე კარგად გიჭიროს ბალანსი, მარტომ დაარტყო მთლიანი დიდი წრე. ონც გაზი არ გაგექცეს. ხო. მარცხნივ, ნენელა. მეშლება მარჯვენა და მარცხენა. მარცხენა არის აქეთ, ჩემსკენ. აიცა. პირველი დაბლა, ხო? ცეპლენიას მოუჭრე და ზემოდან ჩარტყი ძლიერად. დავარ. და დაალაგე ფეხები. დავიდა. გამოხედე? გახედე? აი ბიჭი, გახედე იქით? რაც შეიძლება მარჯვენა მხრიდან შედი რომ კუთხის აღება გაგიადვილდეს. რო შეხვალ თუ არა მეორე ზოლზე ეგრევე გასასვლელს უყურე და ბაიკი თვითონ მოუხვევს. უყურე და მოუხვიე. გამოხედე გასასვლელს, გამოხედე. რუიანს გახედე და ბაიკი იქით წავა. ხედავ? ბაზარია. დავა. ხელით არ მიჭირავ, პროსტო გაზუღებ რა, ხელი მიდევს უბრალოდ. ეს კადრში ჩამისვი თუ ისმის შემიხვა. გახედე, კარგად გახედე. ძირს არ დაიხედო, აი ხა გზაჯვარედის გახედე. აი, იქით წავა. ხო. ცოტა შორიდან შედი ახლა და გასასვლელს გახედე. და გააჩერო, გახვალ 1-2 მეტრის იქით გააჩერო. მიდი, ცეპლენია, ტორმუზი. გასაღები ჩააქრე. ჩავაქრო? ხო, გასაღები. და ახლა ნოსკაუნა ჩამოწიო, მე დაგიხმარები. ხო. ჩამოდი. ეგ არის? გილოცავ A კატეგორია შენია. მართვის მოწმობა მაგ. სულ ეს არის გამოცდა? სულ ეს არის. სულ, აი ამით გადიან ქალაქში. წავედი მაშინ. წოდი კატო. მოკლედ მართვის მოწმობა მაგ რა. შიო, გა. სოლა ეხა ჩემი გაშვება ქალაქში. არ არის საშიში. ვაფშე. იდეის დონეზე რა.